რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ გვისმენთ და ხართ ჩვენთან ერთად. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი პროექტი დადიანების სასახლეთა საგანძური. მე გახლავართ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელმძღვანელი დავით ოღუჯავა. ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა იცის, რომ ჩვენი გადაცემის მიზანია წარმოვაჩინოთ მუზეუმში დაცული ექსპონატები. ფართო საზოგადოებას მოუყვეთ მათ შესახებ. ასევე გაგაცნოთ ისტორიები, რომელიც მრავლად არის დაცული ჩვენს მუზეუმში. ადამიანები, რომელთა ღვაწლის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. წინა გადაცემებში ჩვენ ვისაუბრეთ მუზეუმის დაარსებაზე, იმ რთულ გზაზე, რომელიც მუზეუმის დამაარსებელმა აკაკი ჭანტურიამ განვლო. ასევე ვისაუბრეთ დადიანების ოჯახის მემკვიდრეობაზე, რომელიც დაცულია მუზეუმში. იქნება ეს სახითი ხელოვნება თუ არქიტექტურული ძეგლები. დღეს ვისაუბრებთ მუზეუმში დაცულ არქეოლოგიურ კოლექციაზე. მრავალი წლის განმავლობაში მუზეუმში არსებობდა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის გამოფენა. შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო და მათ შორის საგამოფენო დარბაზების რესტავრაციის გამო არქეოლოგიური კოლექცია გამოფენილი აღარ არის. მრავალი ადამიანი მოგმართავს თხოვნით და გვეკითხება, როდის გამოიფინება მუზეუმში არქეოლოგიური კოლექცია. მინდა როგორც მუზეუმის დირექტორმა განვაცხადო, რომ აუცილებლად დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს შეემატება მესამე მუდმივი გამოფენა. მოგეხსენებათ, ამჟამად ორი მუდმივი გამოფენა მოქმედებს მუზეუმში და ეს გამოფენა აუცილებლად იქნება მიძღვნილი იმ არქეოლოგიური კოლექციისადმი, რომელიც დაცულია ჩვენს მუზეუმში და რომელთა შესახებ მე ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ დღეს, ვინაიდან დეტალურად ამ კოლექციის განხილვას ნამდვილად არ ეყოფა ერთი გადაცემა. მინდა გითხრათ, რომ მუზეუმში არქეოლოგიის მიმართულებით მუშაობას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1858 წელს სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი მეგობრებს და რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს სიამაყით ათვალიერებინებდა საკუთარი სასახლის კაბინეტ მუზეუმში გამოფენილ ნუმიზმატიკურ და სიძველეთა სხვა კოლექციას. შემონახულია ცნობა იმის თაობაზეც, რომ კოლექციის შესავსებად მთავარი ხშირად გლეხებისგან იძენდა მათ კარ-მიდამოში შემთხვევით აღმოჩენილ ნივთებს და თვითონაც ატარებდა არქეოლოგიურ გათხრებს სამეგრელოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ნოქალაქევში, სადაც ბრინჯაოს ხანისა თუ ელინისტური პერიოდის არაერთი საყურადღებო ნიმუში აღმოუჩენია. მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციის მასალებს შორისაა ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები, რომლებიც აღმოჩენილია სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა ტერიტორიაზე. აშელის, მუსტიესა და ნეოლითის ხანის ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალები მიკვლეულია მდინარე ენგურისა და მის შენაკადების ხეობებში, რეჭხში, ოდიშში, ეწერფერდში, ხორშაში, ენწერსა და სხვა სოფლებში მდებარე დინარისპირა ტერასებსა და ბუნებრივ ღვინეებში. აგრეთვე ძველ წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის ხანის კოლხეთის დაბლობის მიწათმოქმედი მოსახლეობის სამეურნეო იარაღები, გვიანი ბრინჯაოს ხანის მიწურულის საკმაოდ მრავალფეროვანი სამკაული, ბზივები, გრავირებული ბრინჯაოს აბზინდები, საკინძები, სამაჯურები, სასაფეთქლე რგოლები, ასევე ეგრეთ წოდებული კოლხური ცულისა და მეთუნეობის ნიმუშები, რომლებიც ფორმის დახვეწილობით და ტიპოლოგიური მრავალგვარობით გამოირჩევა. მუზეუმის კოლექციის ექსპონატებს შორისაა შთამბეჭდავი მასალა ანტიკური კოლხეთის ხანიდან, რაც მეცნიერთა აზრით უშუალოდ უკავშირდება ძველ ბერძენთა პირველ მოგზაურობას კოლხეთის სამეფოში და ცნობილ მითს არგონავტების შესახებ. ძველ წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში ცენტრალური კოლხეთის საგარეო ურთიერთობების არეალის გაფართოებას ცხადყოფს მუზეუმში დაცული ბერძნული კერამიკის ნაწარმი, აგრეთვე მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია, რომელსაც აუცილებლად ცალკე გადაცემას მიუძღვნით და მუზეუმში დაცულ ნუმიზმატიკურ კოლექციას დეტალურად გაგაცნობთ. დღეს მინდა თქვენი ყურადღება მხოლოდ არქეოლოგიურ კოლექციაზე გავამახვილო. ანტიკური ხანის ექსპონატებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ეგრეთ წოდებული თაგილონის განძის მასალები, რომელიც აღმოჩენილია 1930 წელს სოფელ თაგილონის მახლობლად. აღმოჩენა შემთხვევითი გახლდათ. რკინიგზის მშენებლობისას 4 მუშამ შემთხვევით აღმოაჩინა სკივრი.
ამ სკიურში აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სხვადასხვა დანიშნულების ნივთები. სამწუხაროდ, 3/4 ამ ნივთებისა დაკარგულად ითვლება, ხოლო 1/4 დღესაც მუზეუმებში ინახება. დიდი ნაწილი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, ხოლო ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. თაგილონის განძიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ოქროს ნიღაბი, რომლის ზომა გახლავთ 7 სანტიმეტრი 8 სანტიმეტრზე. დათარიღებულია ძველ წელთაღრიცხვით პირველი 1000 წლეული. ნიღაბი შესრულებულია ოქროს მთლიან ფურცელზე, გამოჭედვის, გამობერვის მეთოდით. ნიღბის ყველა დეტალი გულდასმითაა შესრულებული, რაც განსაკუთრებული მკაფიობით სახის ცალკეულ ნაკვთებისა და წვერულვაშვის ფაქის დამუშავებაში შეინიშნება. როგორც ჩანს, ნიღაბი სარიტუალო დანიშნულებისაა და დაკავშირებული უნდა იყოს მიცვალებულის სავარაუდოდ დიდგვაროვანის დაკრძალვის კულტთან. დასაფლავების რიტუალის დროს ნიღბების გამოყენების ტრადიცია კოლხეთში ძველ წელთაღრიცხვით მე-12 საუკუნეში უნდა შემოსულიყო მიკენიდან, სადაც მსგავსი რიტუალი ფართოდ იყო გავრცელებული. ამავე კოლექციის, თაგილონის განძის შემადგენელი რიტონი ირმის თავით ჯერჯერობით ერთადერთი ოქროს რიტონია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. თაგილონის რიტონის შემორჩენილი ნაწილის მხატვრულ სტილისტური დამუშავება გარკვეულ მსგავსებას ავლენს ანტიკური პერიოდის ბერძნული, რომაული და ირანული წარმომავლობის ანალოგიურ ნიმუშებთან, პართიული ირმისთავიან ვერცხლის რიტონთან, რომელიც დათარიღებულია ჩვენ წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნით. ვრაცაში, ბულგარეთი, აღმოჩენილ თხისთავიან ოქროს სასმისთან, მე-6-მე-4 საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე და განსაკუთრებით ერმიტაჟში, რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი დაცული სკვითურ ყუბანურ ნივთებთან, მათ შორის სასმისებთან. თაგილონში აღმოჩენილი საგანძურის ნაწილი დაცულია, როგორც მოგახსენეთ, ეროვნულ მუზეუმში. ეს რაც შეეხება არქეოლოგიური კოლექციის იმ ნაწილს, რომელიც მუზეუმში შეიძლება ითქვას ამ პირველი დირექტორის დროს არის შემოტანილი, ან უფრო ადრე, მაგრამ ძალიან დიდი შრომა და წვლილი მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციის გამდიდრების მიმართულებით მიუძღვის არქეოლოგს ბატონ რევაზ პაპუაშვილს, რომლის ექსპედიციის შედეგად მუზეუმი მრავალი ნივთით გამდიდრდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გახლდათ ცაიშის სამაროვანიდან მოპოვებული ნივთები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის კოლხური წარმართული პანთეონი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცაიშის სამაროვანის სახელითაა ცნობილი. 2014 წლამდე ცაცხვი ცაიშის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა და სახელწოდება ცაიშის სამაროვანი ამ ფაქტორმა განაპირობა. ამ აღმოჩენას საქართველოს ეროვნული საგანძური და ზოგადად ყველა მუზეუმი უნდა უმადლოდეს ცაცხვის მკვიდრებს, ტუფურიებს, ლევან და თამარ ტუფურიებს, რომლებმაც საკუთარ ფართობში შემთხვევით იპოვეს უაღრესად საყურადღებო არტეფაქტი, ბიმეტალური, ბრინჯაოსა და რკინისაგან შედგენილი ცულწერაქვა, ბრინჯაოს სამაჯურის ფრაგმენტები და რამდენიმე მძივი, რამაც პრაქტიკულად სათავე დაუდო მომავალში არქეოლოგიურ კვლევაძიებას. მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციის გამდიდრება, ცაიშის სამაროვანში მოპოვებული მასალები, სწორედ წამოწყება ამ კვლევაძიების, ამ ოჯახის დამსახურებაა და მინდა კიდევ ერთხელ, როგორც ყველას კვლევარისა და ესე ვთქვათ, საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველების სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო ტუფურიების ოჯახს. აქ მინდა მადლობა გადაუხადო ცაიშის სამაროვანის ექსპედიციის წევრებს, ბატონ რევაზ პაპუაშვილს, თენგიზ ესებუას, ბატონ ლაშა ჯიქიას და ბატონ იოსებ პაპუაშვილს. ცაიშის სამაროვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუზეუმისათვის გადაცემულია მრავალი ექსპონატი, მათ შორის ჭურჭელი, ცულები ბრინჯაოსი, სატევრები, აგრეთვე ბრინჯაოსი, დანები, თოხები, ნამგალი, სალესები, საიუველირო და სახელოსნო დანიშნულების იარაღები, რომელიც სამარხში დაფიქსირებულია ბრინჯაოსა და რკინისაგან დამზადებული. სამკაულები და ტანისამოსთან დაკავშირებული აქსესუარები, სარტყელი, აბზინდები, ბრინჯაოს ფიგურები, ასევე ქანდაკებები ბრინჯაოსი. მათ შორის მხსარი მხედარი ქალისაა. ისინი შეკაზმულ ცხენებზე სხედან გვერდულად, სავარძელში.
ორს ერთხელში ყანწები, ანუ თასები, მეორეში კი ბავშვები უჭირავთ. ეს ქანდაკებები სამარხში ერთმანეთის სიახლოვეს აღმოჩნდა. მეოთხე ქანდაკებაც ქალისაა. იგი ფეხზე დგას, გამართულ პოზაში. ხელები გულზე აქვს გადაჯვარედინებული. ფეხებზე მასიური რგოლები უკეთი. დანარჩენი ქანდაკებებიდან 8 ცალი ხარისაა, ერთი კი ცხვრის. აღსანიშნავია ლოკოკინის და დათვის მცირე ზომის ნიმუშები. ქანდაკებები, რომელზეც გესაუბრეთ, სიგრძე სიმაღლე აქვთ 10-12 სანტიმეტრი. ძალიან ცნობილი ქანდაკებებია, ხალხმა მათ კოლხის ნანა შეარქვა. ასევე შეიქმნა ამ პატარა ფიგურების დიდი ასლი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი იყო მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი. სამწუხაროდ ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. და ბოლოს მინდა მოგახსენოთ, რომ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური ობიექტების შორისაა ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს მასალებისგან დამზადებული მრავალფეროვანი ნაწარმი, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები, ამორძალების ადრე ანტიკური ხანის ქანდაკებები, ქამრის ორნამენტირებული ბალთები, ოქროს სამკაულები. ეს ნივთები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და სულიერ ცხოვრებაზე და ამასთან ცხადყოფს გარკვეული ურთიერთობების არსებობას ჩრდილოეთ კავკასიისა და ეგეოსურ სამყაროსა და მსოფლიოს სხვა ცნობილ ცენტრებთან. ამასთან კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მუზეუმში დაცული არქეოლოგიური კოლექციის დეტალურად აღწერა ალბათ არ ეყოფა რამოდენიმე გადაცემა. აქვე დავასრულებ ტრადიციულად მადლობებით. დიდი მადლობა ყველა მკვლევარს, ყველა დაინტერესებულ პირს თუ საქართველოს მოქალაქეს, რომელთა დახმარებით მუზეუმის კოლექცია დღემდე ივსება სხვადასხვა არტეფაქტები. დიდი მადლობა ბატონ რევაზ პაპუაშვილს იმ შრომისათვის და იმ აღმოჩენებისათვის, რომლითაც მან გაამდიდრა საქართველოს ეროვნული საგანძური. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.